morning. I assume that you have been already informed, and as you have followed also the previous reports about the methodology and how this project has been conducted in terms of technicalities. If you have further questions, maybe after the press conference you can ask and we can go into details in terms of the methodology. მე ვფიქრობ, ალბათ თქვენ ცნობილია ის ზოგადი მეცნიერული პრინციპები ამ პროექტის შეფასებისას, რომელიც იქნა გამოყენებული, ვინაიდან ჩვენ ერთი პრეზენტაცია გქონდა და თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ რომელიმე საკითხს ჩავუღრმავდეთ, ჩვენ შეიძლება ამას დრო დავუთმოთ პრეს კონფერენციის შემდეგ. As the director of Charter has mentioned, we are trying in this moment to give an overall assessment or overall evaluation of the whole period, the monitoring lasting from July up until the end of September, so it's 3 months period. Kartis კონტროლობძანა, ჩვენ დღეს შევეცდებით წარმოვიდგინოთ ის ზოგადი შეფასების შეჯამება, ასე ვთქვათ, ამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისა, რომელიც დაიწყო ივლისის დასაწყისში და აი არჩევნებამდე რამოდენიმე ადრე შეჯამდა მთელი ამ პერიოდის შედეგები. Overall, monitoring of 11 television, we have concluded that overall there are many positive aspects and gradually improvements in the broadcast monitoring. ასევე ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ 11 ტელევიზიის მაუწყებლობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა სურათი, რომ არის ტენდენცია მათი საქმიანობის გაუმჯობესებისა. In terms of positive aspects, we are able to see diversity of views, more TV channels were available to public actually to inform about the election development. So in terms of the quantity, amount of views and diversity, we see an improvement. არის ეს გაუმჯობესება იგულისხმება ამ კონკრეტულ საკითხებზე, ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორებიც არის სხვადასხვა აზრების მრავალფეროვნად წარმოჩენა ამა თუ იმ პროგრამებში, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში გადაიცემოდა და მიზნული იყო წინასაარჩევნო თემატიკაზე. ნამდვილად არის ტენდენცია, რომ უფრო ცლად შუქდება და უფრო მეტი აზრი არის წარმოჩენილი მაყურებლისთვის. At the same time, in terms of balance coverage, we see that this is still a major problem for most of the TV channels monitored. რაც შეეხება ბალანსს, ამ კუთხით ასევე შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ თითქმის ყველა ტელევიზიას აქვს საკითხი ბალანსის პრობლემა. When it comes to news coverage, the media monitoring results is indicating that there is a balance in terms of quantity, amount of time for public to communicate. Kazia was also making this series of also other TV stations are trying to, in terms of amount of time, provide a balanced picture. Where we see, however, a problem is sometimes the tone of the coverage. რაც შეეხება დროის თვალსაზრისით ბალანსის დაცვას, ეს ამ პარამეტრში ისევე როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე კავკასიის საინფორმაციო გადაცემებს აქვთ დაცული აქვს ეს პარამეტრი ბალანსის კუთხით, მაგრამ განსხვავებები არის მაუწყებლობის და პროგრამის მიმდინარეობის დროს ტონის, ესეთი ტონი არის ხშირად კრიტიკის საფუძველი. And also for a viewer, for a voter to be informed, he always has to look and search for views on different channels, so we cannot really rely on only one, but needs to really search for information. ასევე არ გამოიკვეთა ის ერთი არხი ან რამოდენიმე არხი, რომლის ყურების დროსაც მაყურებელს შეიძლება ობიექტური წარმოდგენა შეექმნას საარჩევნო სუბიექტებზე თუ საარჩევნო პარტიის პროგრამაზე. ამისათვის მათ ჭირდებათ რამოდენიმე არხს უყურო, რომ შეიქმნან წარმოდგენა, ჩამოყალიბდეს წარმოდგენა. Another serious problem is the fact that it's often the politicians setting the agenda, not the media themselves. ასევე პრობლემაა, რომ ხშირად პოლიტიკოსები უფრო განსაზღვრავენ, ასე ვთქვათ, საარჩევნო პროგრამის შინაარსს და მის ხატონსაც ასევე გარკვეულწილად ზემოქმედებენ და არა ჟურნალისტები. And further also there was quite a lack of in-depth analysis when it comes to analytical coverage of campaign as such. So very often the coverage was quite superficial.
ასევე წინასაარჩევნო პერიოდში გადაცემები ამჟღავნებენ ფაქტების ნაკლებად მოშველებას, ანუ არ არის სიღრმისეული მოკლევითი მასალის არსებობა გადაცემებში. And the present scandal, that while it clearly demonstrated also the impact of the media, it also showed that the self-regulation sometimes fails to ensure citizens' rights for the privacy to be upheld. ასევე ციხეების მოვლენებმა დაადასტურა, რომ მასმედიას გარკვეულწილად გაუჭირდა თვითრეგულირების მექანიზმით მოეხდინა ადამიანის კერძო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა. ერადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა. Thank you very much, Maciek. I support what Maciek said about the general view of the way media was seen by us from the monitoring done from early July until now. As a journalist or someone who has been in media for the past 40 years and worked most of my journalistic time for the BBC World Service in London and have some experience in media working for the United Nations, I've got a couple of advice really. It's not so much political as professional. My feeling is that, I'm sorry. შეჯამებას, მაგრამ როგორც ჟურნალისტი, რომელიც 40 წელია ამ სფეროში მუშაობდა, მე ვიყავ BBC-ს რედაქციის ჟურნალისტი, ასევე გაერთიანებულ ერებში მუშაობდი და მე მინდა რომ ესეთი როგორც ჟურნალისტური კუთხით რამდენიმე რეკომენდაცია ჩამოვაყალიბო. I see a lot of enthusiasm and dynamism in Georgian media. მე ნამდვილად ვხედავ რომ არის ენთუზიაზმი, დინამიზმი საქართველოს მედიაში. I think if it's coupled with professionalism, it can have an excellent result in really showing Georgia as it is. რა თქმა უნდა, თუ კი ეს იქნება ასევე უფრო მეტად გაჯერებული პროფესიონალიზმით, მაშინ ნამდვილად უფრო უკეთეს ხარისხში წარმოჩენდება ქართული მედია. At the moment, it's difficult to say that one single media, possibly with the exception of the public service and Caucasia, has managed really to give us a general picture. და ასევე ვიტყოდი რომ გამოკლებით საზოგადოების მოწყობისა და კავკასიისა საინფორმაციო გადაცემებთან მიმართებაში ამბობს ამ კომენტარს. სხვა ტელევიზიებმა ვერ შესძლეს დაბალანსებული საქმიანობის დემონსტრირება. Other media have been excellent in certain areas. სხვა მედია არის ძალიან პროფესიონალური სხვა საკითხებში. But they've had an agenda to emphasize on certain aspect of life. იმიტომ რომ მათი ესე ვთქვათ მათი დღის წესრიგში არის სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილება. Or certain areas of politics. ან პოლიტიკის გარკვეული საკითხების გაშუქება. Therefore, I, as a listener or audience, და ამიტომ მე როგორც აუდიტორია და მსმენელი მაყურებელი, I have to look or listen at several different stations in order to get full picture. ამიტომ მე მჭირდება რამოდენიმე ტელევიზიის მყურება თუ მოსმენა, რომ სრული სურათი შევექმნა ჩემთვის კონკრეტულ მოვლენაზე თუ We can talk about this later. ამაზე შეიძლება მოგვიანებით გავაგრძელოთ საუბარი. The two areas of problem მაგრამ